ემზადება თუ არა ივანიშვილი რუსეთთან ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებისთვის. ირაკლი კობახიძემ დღეს გეორგიევსკის ტრაქტატის სიკეთეებზე საუბარ სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა. კობახიძე ამტკიცებს, რომ ერეკლე მეორის მიერ რუსეთის იმპერიასთან გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმება ცივილიზაციური არჩევანი იყო და დღეს რომ საქართველო ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანაა, სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურებაა. კობახიძე ამბობს, რომ ტრაქტატზე ხელმოწერის გადაწყვეტილება ალტერნატივო იყო და მიუხედავად რისკებისა, რომლებიც მართლაც რეალიზდა, საქართველოსთვის ამ არჩევანმა კონკრეტული შედეგი მოიტანა და საქართველო გადარჩა. და დღეს რომ საქართველო არის სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო, ის რომ ჩვენი ერი გადარჩა, დემოგრაფიული თვალსაზრისით იყო უკიდურესად მძიმე ვითარება 18 საუკუნის ბოლოსთვის, ის რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩა დემოგრაფიული თვალსაზრისით და დღეს რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება ტრადიციულ ევროპულ ფასეულობებს და ტრადიციულ ევროპულ კულტურას, ეს არის სწორედ ერეკლე მეორის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების დამსახურება, ამ პრაგმატული გადაწყვეტილების დამსახურება. რა თქმა უნდა, რისკები იყო და ეს რისკები ბუნებრივია შემდეგ რეალიზდა, როდესაც საქმე გაქვს პატარა ქვეყანას დიდ იმპერიასთან, რომელიც ბუნებრივია საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, თავისთავად არსებობს რისკები. მაგრამ საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ უნდა ვიმსჯელოთ შედეგებით და შედეგი არის ის, რომ მაშინ საქართველო გადარჩა ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით. რატომ დაუბრუნდა კობახიძე გეორგიევსკის ტრაქტატის თემას კიდევ ერთხელ? მან ტრაქტატის დადებით მხარეებზე წინა ბრიფინგზეც ისაუბრა, რასაც დიდი რეზონანსი მოყვა. ოცნების ოპონენტები თვლიან, რომ ივანიშვილი სავარაუდოდ რუსეთთან დაახლოების კიდევ ერთი ნაბიჯისთვის ემზადება. ის რომ საქართველო რუსეთმა ტრაქტატის გაფორმების შემდეგ ფიზიკურად გადაარჩინა, რუსი პროპაგანდისტების საყვარელი თემაა. ამაზე არაერთხელ ისაუბრა კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა. ერთ-ერთ გადაცემაში ის ამტკიცებდა, რომ რუსეთისთვის მიწების შემომატების ისტორია ყოველთვის ვიღაცის დაცვა იყო და რუსეთის იმპერია კოლონიებს ყოველთვის ჰუმანურად ექცეოდა. მაგალითად კი საქართველო მოიყვანა. როცა 1795 წელს მე-18 საუკუნის ბოლოს თბილისში სასტიკის სასაკლაო მოაწყვეს, სადაც თითქმის მთელი მოსახლეობა სასტიკად ამოხოცეს, ცინიკურად, როცა ქრისტიან მოსახლეობას აიძულებდნენ ხიდზე ხატისთვის დაეფურთხებინათ, ვინც არ დაემორჩილებოდა არაადამიანურად უსწორდებოდნენ. ამის შემდეგ მეფე ირაკლი მუხლებზე დაჩოქილმა შეიტანა თხოვნა, მუხლებზე დაჩოქილმა, რომ დედა რუსეთს მიეღო იგი და ვინ უჭერდა იმ დროს მხარს მათ, ვინც თბილისში ქართველებს ხოცავდა, ჭრიდა და ჟლეტდა. ბრიტანეთი უჭერდა მხარს. როცა საქართველო ჩვენ შემოგვიერთდა, თუ მაშინ ქართველების მთელი ეთნოსი სულ 50,000 ადამიანს შეადგენდა, როცა ჩვენ ისინი თავის ნებაზე, თავისუფლებაში გავუშვით, რომლითაც სხვათა შორის არც თუ კარგად ისარგებლეს, უკვე მილიონი იყვნენ, რამდენიმე მილიონი. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, აღარ მახსოვს რამდენი იყვნენ მაშინ, მაგრამ 2 მილიონი ნამდვილად იყვნენ. შეადარეთ აცტეკების იმპერიას, რომელიც თავისუფლების მოყარე ევროპელებმა დაიპყრეს მათი ევროპული ფასეულობებით და 25 მილიონი იყვნენ და რამდენიმე წელში მილიონამდე შემცირდნენ. ნორმალურია, რომ ევროპული ფასეულობების დახმარებით მოსახლეობა 25-ჯერ შემცირდა. სიმონიანმა 2025 წელს ამავე გადაცემაში საქართველოში ახალი მეფე ირაკლების გამოჩენაც იწინასწარმეტყველა. მას შემდეგ, რაც გაიხსენა, რა მშვიდად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ხალხები, რადგან რუსეთი ყველას აწყნარებდა და რამდენი კონფლიქტი და ტრაგედია დაიწყო საბჭოთა კავშირის დასლის შემდეგ, მათ შორის აფხაზეთის ომი და ოსეთის კონფლიქტი. მისი თქმით, დროა რუსეთმა თავისი დაიბრუნოს. ახლა დედა რუსეთი თავისას იბრუნებს, დროა ყველა სახლში დაბრუნდეს, დროა ჩვენთან იმეგობრონ და გარწმუნებს, თუ სრულიად გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა, ღვთის დახმარებით წელს დასრულდება ეს კონფლიქტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ჩვენ კიდევ ვნახავთ, როგორ დადგებიან ახალი მეფე ირაკლები მუხლებზე და კვლავ თხოვენ დედა რუსეთს სახლში წაიყვანოს ისინი. სიმონიანის ერთი წინასწარმეტყველება ჩავარდა. უკრაინის ომი 2025 წელს არ დასრულდა. აპირებს თუ არა მარგარიტა სიმონიანის მეორე წინასწარმეტყველების ასრულებას ირაკლი კობახიძე. ამ ეტაპზე პრორუსული ძალები კობახიძის განცხადებებით გახარებულები არიან. პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი პრორუსი მამუკა ფიფია აანონსებს, რომ მალე გეორგიევსკი ორთან დაკავშირებით მოსკოვიდან განცხადება გაკეთდება. ფიფია გეორგიევსკის ტრაქტატის გამეორებას დიდი ხანია ითხოვს. ახლა კი უხარია, რომ მათმა მუშაობამ შედეგი გამოიღო.
რუსულ მედიაში ირაკლი კობახიძის განცხადებებს დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მოყვა. საქართველოს პრემიერმა გეორგიევსკის ტრაქტატს ბრძნული გადაწყვეტილება უწოდა. მეზობელ ქვეყანაში რუსეთთან შეერთება გაიხსენეს. საქართველოს პრემიერმა ხაზი გაუსვა რუსეთთან ხელმოწერილი გეორგიევსკის ტრაქტატის მნიშვნელობას. ასეთი სათაურებით გამოქვეყნებული სტატიებით კრემლის პროპაგანდისტული და სახელმწიფო გამოცემები ირაკლი კობახიძის სიტყვებს აქტიურად ციტირებენ და საკუთარი ნარატივების გასამყარებლად იყენებენ.